თბილისის საქალაქო სასამართლოს დღის წესრიგი დღესაც დატვირთულია ბრალდებული პოლიტიკოსების საქმეებით. გიორგი გახარიას საქმის განხილვაც იწყება ამ წუთებში. საუბარია ჩორჩანას ეპიზოდზე. ქართული ოცნების მთავრობის ყოფილ ლიდერს მისივე პარტია საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას აბრალებს. საქმის მიხედვით შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გახარიამ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო თვითნებურად დააშენა, რასაც საოკუპაციო ძალების მხრიდან უკმაყოფილება და ეგრეთ წოდებული საზღვრის ახლებურად მონიშვნა მოჰყვა. უკაცრავად ბრალდებული ყოფილი მინისტრის განმარტებით კი საგუშაგო სწორედ იმიტომ ჩადგა, რომ მცოცავი ოკუპაციის პროცესი ამ პერიმეტრზე უკვე დაწყებული იყო. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ გახარიამ ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის წინაშე დააყენა. ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი მარიამ ლეკიაშვილი შემოგვიერთდება სასამართლოდან, რომელიც მოგუყვება რა ეტაპზეა ამ საქმის განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმის კიდევ ერთი საქმის განხილვა. ამჯერად საქმე ეხება ჩორჩანას საგუშაგოს და ხელისუფლების და ქართული ოცნების ბრალდება. მას ედავება საქართველოს ტერიტორიების დათმობას. ახლა მიმდინარეობს ამ საქმეზე წინა სასამართლო სხდომის დაწყებამდე მისი თანაპარტიელი და ასევე უფლებათა დამცველი ბერდია სიჭინავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის დააყენებს შუამდგომლობას, რომ შეწყდეს ყველანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ვინაიდან საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე მის ბრალეულობას დაამტკიცებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი, რომელიც ცალსახად ადასტურებს პოლიტიკური დევნის მოტივს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით და დღეს დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, დააყენებს შუამდგომლობას გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, იმიტომ რომ ალბათობის მაღალი ხარისხი არ არის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, რაც არსებით სხდომაზე საქმის განხილვის გადატანის საფუძველი შეიძლება გახდეს. გავავრცელე კიდევაც ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ბრალდების მხარემ როგორც იცით, ორთვიანი ვადა ითხოვა გამოძიების გასაგრძელებლად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და ამ ხნის განმავლობაში, აი ორი თვის განმავლობაში ერთადერთი ხელშესახები, რაც თითქოს წარმოადგენს საქმეში და დაამატეს მტკიცებულება და ამ ორი თვის განმავლობაში არის საგამოძიებო კომისიის, ეგრეთ წოდებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ცალსახად არის დევნის ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ და მეორე, მე საუბრობდი ამასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია წარმოიდგინეთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ცხინვალის მარიონეტული წარმომადგენლობის რეჟიმის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სტატია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ საქმეში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებად, რაც არის წარმოუდგენელი. ახლა საინტერესოა დააკმაყოფილებს თუ არა ბერდია სიჭინავას შუამდგომლობას მოსამართლე, ასევე არ გვაქვს სუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, დაესწრება თუ არა დისტანციურად გიორგი გახარია ამ საქმის დღევანდელ და მიმდინარე პროცესებს, ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარია არც დისტანციურად გამოუკითხავთ.